იმ კითხვას რაც შეეხება რა ფასში ჩამოიყვან ავტომობილს, ეგ არ არსებობს. დავიწყოთ დათვლა. შენ თვითონ შეგიძლია დაიანგარიშო შენთვის სასურველი ავტომობილის ამერიკიდან ჩამოყვანის ბიუჯეტი. გამარჯობა, ჩემი სახელია ნიკოს ჩევები. ამ ვიდეოში გაგიზიარებ ჩემ გამოცდილებას და მიდგომას ზოგადად ავტომობილის ბიუჯეტთან დაკავშირებით. მაგალითისთვის ავიღოთ $15,000 და $15,000-ში გვინდა რომ ჩამოვიყვანოთ, ისევ მაგალითისთვის ავიღოთ Honda Accord 2023 წლიანი ჰიბრიდი, ახალ ძარაზე მაქვს საუბარი. დავიწყოთ დათვლა. პირველი ეტაპი ამ $15,000 ბიუჯეტს უნდა გამოვაკლოთ გამბაჟების საფასური, რომელიც არის $1,750 დაახლოებით დოლარში გამოდის $650. მაგას განახებთ MyAuto-ზე როგორ დავთვალოთ. ავტომობილის გამბაჟების გამოთვლა მარტივად შეგვიძლია MyAuto.gr-ზე, შემდგომ აქ გამბაჟებაში გადავდივართ და ვირჩევთ წლოვანებას 2023 წელი 2 და 0 ძრავი. აუცილებლად უნდა მივუთითოთ ჰიბრიდი. 1715 ამ მონაცემებს შეცვლით, თანხა რა თქმა უნდა შეიცვლება. $15,000 გამოვაკლოთ $650 გამბაჟების. გრჩება $14,350. შემდეგი ეტაპი, რაც ამ ბიუჯეტს უნდა გამოვაკლოთ, არის ავტომობილის გაკეთება. 2023 წლიანი აკორდის მინიმუმ გაკეთების ბიუჯეტი ჩემი აზრით არის $1,500 კიდე აი ძალიან კარგი დაზიანება უნდა ქონდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც ავიღებდი $2,000. ამ ფორმულის მეშვეობით უხეშად დავთვლით ჩვენთვის სასურველი ავტომობილის ბიუჯეტს. პლუს მინუს უნდა გქონდეს $500, $1,000, იქ უკვე კომპლექტაციას გააჩნია და ამ დეტალებს უკვე ვიდეოს გაგრძელებაში ვისაუბრებ. გრჩება $12,350. ამ $12,350-ში ავტომობილი უნდა ჩამოვიყვანოთ პორტამდე და შემდეგი ხარჯები და შემდეგი ეტაპი. $12,350. აუცილებელი ხარჯი, რომელი ხარჯიც არის მერყევი. დამოკიდებულია რომელ შტატში ავტომობილი. ტრანსპორტირებაზე მაქვს საუბარი. საშუალოდ უნდა ავიღოთ ტრანსპორტირების ხარჯი $2,000. შეიძლება კალიფორნიაში იყოს და 2,300-იც იყოს, 400-იც, 500-იც, ეს ყველაფერი შტატზე და კონკრეტულ ლოტზეა დამოკიდებული. ჩვენ ვითვლით უხეშად. რჩება $10,350. $10,350-ში ავტომობილი ამერიკაში უნდა შევიძინოთ და ამავდროულად გვაქვს აუქციონის დანამატი. აუქციონის დანამატი თანხიდან გამომდინარეობს. აუქციონის დანამატს რაც შეეხება $5,000-ზე გვიმატებს $905, $7,000-ზე გვიმატებს $1,030, $9,000-ზე გვიმატებს $1,100. ეს აუქციონის დანამატიც ძალიან მიახლოებული არის დანამატთან, პლუს მინუს $15-20 სხვაობა არის. ვიანგარიშოთ $1,000. ბიუჯეტი გრჩება $9,350. ავტომობილში გადასახდელი, რომელიც აუქციონზე თამაშის დროს უნდა გადავიხადოთ ავტომობილში. ძალიან გამიხარდებათ თუ ახს გამოიწერთ და ასევე ვიდეოს მოიწონებთ. საბოლოო თანხა გრჩება ავტომობილში გადასახდელი $9,350. დავამგვალოთ თუ გინდათ 9,000-ზე დავამგვალოთ, თუ გინდათ 9,500-ზე, უკვე თქვენ ბიუჯეტზეა დამოკიდებული. ამის შემდეგი ეტაპი არის საიტი bitcars.g, სადაც ვნახულობთ გაყიდული ავტომობილების ისტორიას, თუ რა ფასებში გაიყიდა, რა მდგომარეობაში იყო და ასე შემდეგ. რაც შეეხება bit.cars, საიტი გამოიყურება ესე და რაც მთავარია. აი აქ არის არქივის ღილაკი, რომელსაც გადავაკეთებთ და ეს გრაფა გაშავდება. შემდგომ ვირჩევთ მარკა Honda Accord, მივუთითოთ წელი 23-24. შემდგომ დავაჭიროთ ძიებას და აქ ვიგდებს უკვე გაყიდულ ავტომობილებს. აქ ბენზინი და ჰიბრიდი ერთად არის ყველა, მაგის გარჩევა რა თქმა უნდა შეგვიძლია. მარტივად რო გავარჩიოთ 2 და 0 შემთხვევაში 156 ცხენისძალა არის ჰიბრიდი, 192 ცხენისძალიანი არის 1.5 ბენზინი. შემდგომ გვიწერია ფასი აქ. ავტომობილი აქ არის, შეგვიძლია შევიდეთ. დავათვალიეროთ ეს ავტომობილი, ვნახოთ სურათები. შევაფასოთ დაზიანება, ეს დაზიანება ძალიან დაზიანებულია. ასევე ავტომობილის გაყიდვის ისტორია შეგვიძლია, ეს მანქანა არის ეგრეთ წოდებული კუკლა. აი ესეთი იყო ეს ავტომობილი. ეხლა რაც განახეთ, ესაც ერთ-ერთი მიზეზია აუცილებელი ავტომობილის ვინ-კოდის შემოწმება, თუნდაც საქართველოში ყიდვის შემთხვევაში, თუნდაც ამერიკაში ყიდვის შემთხვევაში, ავიღოთ ვინ-კოდი, ჩავწეროთ bitcars-ზე და ვნახავთ ავტომობილის გაყიდვის ისტორიას. ასევე ვიტყოდი აქვე, რომ Carfax-ის შემოწმებაც ერთ-ერთი აუცილებელი პროცესია ავტომობილის შეძენისას, თუნდაც ამერიკაში, თუნდაც საქართველოში. ერთი წამით
ასევე Carfax შემოწმება არის აუცილებელი პროცესი, როდესაც ავტომობილს ვყიდულობ თუნდაც საქართველოში, თუნდაც ამერიკაში. Carfax-ი გვაძლევს ამერიკაში ჩანწერების ისტორიას, სერვისებს, რა დაზიანება ქონდა, რამდენი პატრონი ყავდა და ასე შემდეგ. აუცილებელი პროცესია. ამ აკორდის განხილვა არც კი ღირს. ნახოთ სხვა. განვიხილოთ ეს თეთრი აკორდი, რომელიც გაყიდულია, კი $6,350 არის გაყიდული. გარბენი აქვს 91,000 მილი, დაზიანება აქვს მარცხენა მხარეს, გავადიდოთ. უკანა ფრთა კარებიც გაფუჭებულია, მარჯვენა მხარეს სავალი ნაწილი, უკანა ფრთა, კარები, სარკე. ამ დაზიანების შეფასება ჩვენც შეგვიძლია ამ ფასში. ეს არ მომწონს. კარგი ნახმარი არ არის ეს ავტომობილი. აირბაგები გახსნილია, ჭერი, მეორე ჭერი, სავარძელი, უკანა სავარძელი. დაზიანების შეფასება კი შეიძლება გამოუცდელი ვიყოთ, მაგრამ ფიქრობ, რომ მაინც უნდა შეგვეძლოს. არის ესეთი დაზიანები, რომელიც შეხსახედად ძალიან ცუდია, მაგრამ რეალურად რო ჩამოშლი ამ ნაწილებს ბოლოს მანქანა ხარისხიანი რჩება და ამ დეტალების შეცვლით ბოლოს კარგი მანქანა დგება, მაგრამ არის ძარა და შიდა დეტალები, რომელიც არ იცვლება, სწორდება და მერე არის ისეთი მომენტები, რომ თლად კარგად არ სწორდება. მოკლედ, ეგ არის ძალიან ინდივიდუალური მომენტი ავტომობილის დაზიანება, მაგრამ ეს შეხედვით უნდა შეგვეძლოს გარჩევა ცუდი ავტომობილის და კარგი ავტომობილის. რა გამოუცდელიც არ უნდა ვიყოთ. ამ Honda აკორდზე ფასიდან გამომდინარე, ცუდი ავტომობილი არ არის, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ იმაზე, რომ დაბალ ბიუჯეტში შედარებით ნაკლებ ხარისხიანი ავტომობილი გვეყოლება. ავტოსერვისში შევხედოთ, ეს ჩვენი კომპანიის ლოგოა და ნახატია G20 მოგვიყვანეს, რომელსაც დაზიანება აქვს. წინა მარჯვენა მხარეს მშვენიერი დაზიანებით არის ეს ავტომობილი. ასევე Subaru Crosstrek გვაქვს, რომელიც წინა მარცხენა სავარ ნაწილშია დაზიანებული. ავტოგზაშია მოყავს მანქანები, ავტო ჩვენი ევაკუატორია, რომელსაც პორტიდან პირდაპირ ჩვენ სერვისში მოყავს ავტომობილები და შემდგომ აქ ტექნიკურად გამართვას ვაკეთებთ. რან დრაივამდე მიყვანა შეგვიძლია ჩვენ ავტოსერვისში. რაც შეეხება ზოგადად ავტომობილის ხარისხებს. მე პირადად ფას ავტომობილის ხარისხიდან გამომდინარე ვადგენ და ვარჩევ. ეს გარბენია, დაზიანება, სალონის მდგომარეობა, რამდენი დეტალია შეღებილი და რამდენი დეტალი შეიღებება, რა ისტორია Carfax-ში, რა დაზიანება ქონდა ამერიკაში და ამ ხარისხთან ერთად ზუსტად მებუნია ფასი. რა ხარისხის ავტომობილიც არის შესაბამისი ფასი ძღის ამერიკაში. ამერიკაში ძალიან დიდი კონკურენცია, არა მარტო საქართველოსთან, მსოფლიოზე ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ამერიკიდან ძალიან ბევრ ქვეყანას გამოყავს თუნდაც თავისთვის, თუნდაც გასყიდად ავტომობილები. ეგ რა თქმა უნდა და ესეა. დაუბრუნდეთ ისევ ბიუჯეტის დათვლას. ავიღეთ $15,000 გამოვაკელით $650 გამბაჟების, $2,000 გაკეთების, $2,000 ტრანსპორტირების, აუქციონის დანამატი $1,000, საბოლოო თანხა დაგვრჩა $9,350. $9,350-ში ჩვენ ბიტკარზე უნდა მოვძებნოთ ისეთი ავტომობილი, რომელიც მოგვეწონება, რომლის კომპლექტაცია დაგვაკმაყოფილებს, რომლის დაზიანება დაგვაკმაყოფილებს, რომლის გარბენის დაგვაკმაყოფილებს. ბიტკარზე როდესაც ავტომობილებს მოვძებნით, ზოგი ავტომობილი კი ბატონო, ძვირი იქნება, ზოგი ნაკლები იქნება, მაგრამ ამ ბოლო ბიუჯეტზე თუ ნახავთ, თქვათ, ჩამოსკროლეთ და დაუთვალიერეთ 50-80 მანქანა და პლუს მინუს ამ ბიუჯეტში ავტომობილები არის გაყიდული, თუნდაც სადაც $9,350, იქა $9,500, $9,000, $10,000. ესე იგი, ეს ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ განსაზღვრეთ, რეალურია და ჩვენთვის სასურველ ავტომობილს შევიძეთ, მაგრამ ჩვენ თუ გვაქვს $10,000 ან $12,000 და გვსურს შევიძინოთ 2023 წლიანი Honda აკორდი, ავიღოთ $12,000. გამოვაკლოთ 650, გამოვაკლოთ გაკეთების $2,000, გამოვაკლოთ ტრანსპორტირების $2,000, $1,000 აუქციონის დანამატი, საბოლოოდ რჩება $6,350. $6,350-ში ჩემი აზრი ესეთია, რომ ხარისხიან Honda აკორდს ვერ ვიყიდით. შეიძლება დაბალ ხარისხიანიც გაგვიჭირდეს და ვფიქრობ, ამ ბიუჯეტის განსაზღვრით ჩვენ რეალობას უნდა შევხედოთ და ჩვენ თვითონ უნდა გავაანალიზოთ. ის კითხვა, რომელსაც ძალიან ხშირად მეკითხებიან, რა დამიჯდება რაღაც X მარკა მოდელი ავტომობილი და საბოლოოდ ილუზია რო არის შექმნილი, რომ ამერიკიდან ავტომობილები საჩუქრად მოდის,
მთლად ეგრე არ არის. კონკრეტულად არ ვისაუბრებ, არ მოსულა ესე რომ ვთქვათ, ჩემ თავს არ ვაკადრებ. ძალიან ბევრი ვიდეო მხვდება, სადაც არარეალურ თანხებზეა საუბარი, არარეალურ ავტომობილებზეა საუბარი. ეს არ ვიცი, მარკეტინგის არასწორად დაგეგმვის ბრალია თუ გამოუცდელობის, მაგრამ ძალიან ბევრი ესეთი ინფორმაცია, ვიდეო და პოსტები მხვდება ამერიკიდან ავტომობილის ჩამოყვანასთან დაკავშირებით, სადაც არარეალურ თანხებზეა საუბარი, რომ ამ თანხაში გიყიდით ავტომობილს, ჩამოგიყვანთ, საბოლოო ჯამში არის ხარისხი. როდესაც ავტომობილის შეძენა გინდა, რა თქმა უნდა, ავტომობილისგან ნებისმიერი პროდუქტის შეძენა გინდა, ვცდილობ, რომ მინიმალურ ფასში მაქსიმალურად ხარისხიანი შეიძინო. ამერიკა და კოპარტი და იაი ძალიან დიდი ხნის დაარსებულია და იმ გამოცდილებამდე მისვლა ცოტა რთული. აქედან ესე დავჯექით და რაცა $2000, $3000, თან მით უმეტეს დღევანდელი სიტუაცია როგორც არის კანონთან დაკავშირებული, ამ ბიუჯეტის მქონე მომხმარებელი იჩაგრება. უწევს ბიუჯეტის გაზრდა $12000-მდე, რომელიც აქამდე შეიძლება $9000-ში ჩამოიყვანა. გამბაჟება იმდენად გაძვირდა, მაგრამ არ ვიცი, ეს ყველაფერი ჯერჯერობით რაც გამოიწვევს, ძალიან ბევრს ფიქრობ, მაგრამ მოკლედ. დაუბრუნდეთ ისევ ბიუჯეტს, გამიგრძელდა საუბარი. კი ბატონო, ამ დათვლის მეთოდით თქვენ თვითონაც შეგიძლიათ დაიანგარიშოთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი რეალურად რა დაგიჯდებათ. არსებობს საიტი, ისევ გავიმეორეთ BitCars-ზე, სადაც ვნახულობთ ავტომობილებს, შეგვიძლია ავტომობილის დაზიანებაც ვნახოთ, ყველა დეტალი ვნახოთ. შემდგომ ამ ფორმულაში ჩავსვათ და მივიღებთ თანხას. ჩვენ ბიუჯეტში ვყიდულობთ თუ ვერ ვყიდულობთ ჩვენთვის სასურველს და იმ კითხვას რაც შეეხება რა ფასში ჩამოიყვან ავტომობილს, ეგ არ არსებობს. ყველასთვის ერთი და იგივეა კოპარტი, ყველასთვის ერთი და იგივეა იაი, ერთი და იგივე მანქანაზე შეიძლება მთელი საქართველო თამაშობდეს და იმ მანქანას აი მე მაგარი ბიჭი ვარ და უფრო იაფად ჩამოგიყვან არ არის. აქ უფრო არის ის, რომ მე მაგარი ბიჭი ვარ და აი ამ რემონტს დაგიანგარიშებ უფრო კარგად და უფრო დაზუსტებით და იმ მანქანის ხარისხს უფრო შეგიფასებ. ისევ იმ არასწორ ინფორმაციებს დაუბრუნდები, რომელიც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, რომ აი ავტომობილი $2000-ში, ავტომობილი $5000-ში, 2022-იანი, 2020-იანი. ეგ ეგრე არ არის და ბოდიშის მოხდით ამას ვიტყოდი, რომ ეს ესე არ არის და ხალხის ესე ილუზიაში შესვლა ისევ ჩვენ სფეროს ურტყავს და ისევ ჩვენ სფეროს აუფასურებს და აჯერებს ხალხს, რომ ამერიკიდან წაიყვანეთ მანქანები, ოღონდ თქვენ წაიყვანეთ და მეტი არაფერი არ გვინდა. ბოდიში თუნმეს რამე ეწყინა, მაგრამ სიმართლე ესეთია და რეალობა ესეთია. კი ბატონო, შინ ტესლა ვიყიდე, რომელიც გამართლება არის. ეხლა ამ მანქანის ხარჯზე რომ მე მთელი მარკეტინგი ავაგორო ტესლა მოდელ 3 2024-იანი 10300-ში მაქვს ნაყიდი, $10300-ში და ამაზე რო აი, ამას ყველას მეც გამიკვირდა და მე პატრონესაც გავუკვირდა, რომ ამ ფასში მოვიგეთ. მანქანასაც განახებთ. ფასი 10300 და ესეც ავტომობილი. დაზიანება აქვს უკანა მარჯვენა მხარეს, კარები მთლიანი ჭირდება. ბრთარი გაფუჭებული, ჩექმა გაფუჭებული, ეს გვერდი შეღება ჭირდება. 22 აქვს გარბენი, 4/4-ზეა, dual მოტორია, airbag გაუხსნელია. ეს ახალი ტესლები მომწონს, ძალიან სალონის განათება მომწონს და უკან ეს კლიმატის მონიტორი. ამ მანქანის მაგალითზე ვერ ვიტყვი, რომ Tesla Model 3 2024-იანი ღირს $10000 ამერიკაში. ეს არის გავარდნა და ერთხელ რომ გაგივარდება, ორჯერ რომ გაგივარდება, იმას არ ნიშნავს, რომ ის მანქანა ეგფასი შეიძლება ვიღაცა ამანქანაზე ეჯდა, მაგრამ უბრალოდ გაეპარა და მე დავასწარი და მე გამიმართლა. ესე ვიტყოდი. ჩემი ავტომობილი ჩაიტვირთა უკვე კონტეინერში 5 მაისი უწერია. და შემდეგ ვიდეოებში განახებ თუ როგორ შევამოწმოთ გზაში მყოფი ავტომობილის ადგილმდებარეობა. Nissan 370Z Cabrio ამ მანქანაზე ვიდეო უკვე მიდევს, ამის წინა ვიდეო არის, როგორ ვიყიდე. გამიხარდება თუ ეს ვიდეო თქვენთვის ინფორმაციული იქნება, ასევე ძალიან გამიხარდება თუ ჩემს არხს გამოიწერთ, ვიდეოს მოიწონებთ, გისურვებთ წარმატებას.